ეს ღირსი საკვირველი და ყოვლადქებული მამა ჩვენი იოანე აღმოეცენა ქვეყნისაგან შუა მდინარისა. Am სიტყვებით იწყება მე-19 საუკუნის კრებულში შესული წმინდა იოანე ზედაზნელის ცხოვრება. ღირსი მამის ბიოგრაფიული მონაცემები და ფაქტები ეროვნულ არქივში დაცულ წმინდათა ცხოვრებაშია მოცემული. Როგორც ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე განმარტავს, კრებულში წმინდანის მოღვაწეობასთან ერთად მისი მოწაფეებიც არიან მოხსენიებული. საცავში ასევე დაცულია 1777 წელს გადაწერილი ხელნაწერი, რომელშიც ანტონ პირველი კათალიკოსის მიერ წმინდა იოანე ზედაზნელსა და მის მოწაფეებზე შექმნილი ლექსია წარმოდგენილი. ერთი გახლავთ წმინდათა ცხოვრების კრებული, რომელშიც ერთ-ერთ თავად არის იოანე ზედაზნელის ცხოვრება. მეორე ხელნაწერი გახლავთ ანტონ პირველის შესხმა იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეთა 7 მაისის, რომელიც გახლავთ სწორედ იოანე ზედაზნელის ხსენების დღე. ანტონ პირველს მრავალი ნაწარმოები აქვს შექმნილი, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ერთ-ერთი ლექსი სწორედ მისმული აქვს იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების მიმართ. 13 ასურელი მამის მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალა ხელნაწერთა ეროვნულ centrშიც ინახება. მე-18 საუკუნის ამ ლიტურგიკულ კრებულში წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრება მინიატურებითაა წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში ნაშრომში წმინდანები ჯვრითა და წიგნით ხელში გვხვდებიან. როგორც ხელოვნებათმცოდნე ნინო ქავთარია განმარტავს, კრებული იმდროინდელი ხატწერის განვითარებაზეც მიუთითებს. დღემდე მოღწეულია მე-18 საუკუნის ლიტურგიკული კრებული, რომელშიც ჩართულია 13 ასურელი მამის გამოსახულება. ისინი წარმოდგენილი არიან მთლიანად, წიგნით ხელში, ან ჯვრით ხელში, ან ზოგი, ასე ვთქვათ, წარმოდგენილია მაგალითად დავით გარეჯელის შესაბამისი სიუჟეტით. მეორე ნაშრომი, რომელშიც ასურელ მამათა ცხოვრება გვხვდება, მე-19 საუკუნის შუახანებში შედგენილი ალბომია. ნამუშევარში ქართველ წმინდანებთან ერთად მართლმადიდებელი სამყაროს სხვა მოღვაწეებიცაა ასახული. მათი გამოსახვა და იკონოგრაფია კი სრულად შეესაბამება იმ ეპოქას, რომელშიც თავად კრებულია შექმნილი. ნინო ქავთარიას განმარტებით, ალბომი ხატმწერთა ეგრეთ წოდებული სახელმძღვანელოა. ასევე ჩვენამდე მოღწეულია წმინდანთა ცხოვრებები, რომლებშიც შესაბამის ადგილზე ჩართულია ხსენების დღეს ჩართულია სწორედ მათი გამოსახულებები და ასევე მე-19 საუკუნის შუახანებიდან წარმოდგენილია და შემორჩენილია ალბომი, რომელიც შეიცავს როგორც ქართველ წმინდანებს, ასევე მართლმადიდებლური სამყაროს ყველა წმინდანს და შეწყვილებულად გამოსახულნი არიან ერთი ქართველი წმინდანი და ერთი რომელიმე, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური სამყაროს წმინდანი. თუმცა ეს გამოსახული მასალა საკმაოდ მწირია, ამასთანავე საინტერესოა ისიც, რომ მათი გამოსახვა, ის მხატვრული ტენდენციები და იკონოგრაფია სრულად შეესაბამება იმ ეპოქას, რომელ ეპოქაშიც იქმნებოდა ეს ხელნაწერი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, წმინდანთა ცხოვრებაზე ნაშრომები მრავლად მოიპოვება, თუმცა მათი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.